აი ესეა, აქ ესე ხდება ხოლმე ყველაფერი. ეს რაღაც სიტყვები ეთქმება, მე რეწავა გამართლება, ეს რომელიმე მონაწილეს რო ეთქვა, ეს რომელიმე მონაწილეს რო გაეკეთებინა, რაც ჩემზე ისაუბრეს დიანამ და თინათინმა, რა ჯავახაზე ისაუბრეს, რომელიმეს ჩვენ რო ეს გაგვეკეთებინა, წარმოგიდგენიათ, აქ რა დატრიალდებოდა, რა დრამები დატრიალდებოდა, წარმოგიდგენიათ. ლელუ და ლულუ რა გინდა შვილი შენ აგავო ანუ რა ბანძი ხალხი ხართ ის ადამიანები ვინც აი ესეთ ბანძ კომენტარებს წერთ და თქვენი ბანძი ინტელექტით გინდათ რაღაცა გააკეთოთ რა გეშველებათ ჯობია ტელეფონებზე ჩარიცხოთ და მუზებს დაურეკოთ მეგობრებო აქ ჩემთან ჯდომას და ჩემს ლანძღვეს მიყვარხარ მეც მიყვარხარ თუ ზომით ხალხნო წინასაყვარელი ხარ ყველას ხარ მადლობა ტიპი ნაგლი ვიზი ამბობ ჩემზე ამბობ ყველაზე cool ხარ მადლობა როდესაც მარიამი იძახის რომ ჩვენ თურმე ვერ ვთხოვ ბედნიერება იყოს მადლობა თქვენს ბედნიერება უნდა იყოთ ხომ ხედავთ ჩემო კარგებო რა ხდება აქ როგორ მინდოდა პოზიტიურად გაგვეტარებინა მთელი ეს რამოდენიმე დღე ჰაუსის ბოლო დღეები თუმცა მუზები შევიდნენ ოთახში დადგეს დრამები შემდეგ ამ დრამებზე ჯავახამ უპასუხა და ასე გრძელდება და ასე ხოცავენ ერთმანეთს და აშავებენ ერთმანეთს იმიტომ რომ მე უკვე კონკურენტად აღარ აღმიქვავენ და ახლა არის ჯავახას გაშავების დრო ჯავახა ჩემ თავს მაგონებს ღმერთს რო იფიცებს და პირჯვარს იწერს მეც აი ესე ვიფიცებდი ღმერთს და პირჯვარს ვიწერდი რომ არაფერ შუაში ვარ ხალხნა თქო და ტყუილად მაბრალები ყველაფერს თქო იმიტომ რომ ფიზიკურად სიმართლე ხო ვერ მომქონდა ხალხთან და ერთ-ერთი გამოსავალი იყო რა როგორც ქრისტიანი მართლმადიდებელი ადამიანი პირჯვარს რო გადაეწედა ხმის დაიფიცებ რანაირად შეიძლება არ დაგიჯერონ თქო და აი ერთადერთი ეს მქონდა და ეხლა ჯავახა შევამჩნია ეგ რომ ღმერთს იფიცებს და პირჯვარს იწერს რა და მაგრამ ესენი არ ვიცი სახოლა ესა კამერასთან ყოველ ჯერზე და ესე ყოველ ჯერზე დრამები ამბები რამეები რუმეები ასე მოგივათ სიმართლე ვითომ სიმართლეები ესე მოდის თქვენამდე შენ ხარ ბოროტის შენ მოიცავდა გავახმოვანო თან ერიკ ლერო მიმოწეს უყურებს ამდენი ადამიანი გთხოვთ აი გთხოვთ ვინ არის რეიტინგული ხედა ყველას უყურებენ მეგობრებო აი ვეღარ წავიკითხე ვერ დავეწია შენს რაღაცას შენ ხარ ბოროტიო რომ მეუბნები ჩემი ბოროტება სად დაინახე ვინმეს რამე მოვუგონე არ მოვუგონე ვინმეს რამე იმართლებ თავს ჩვენ გუშინ რატომ ეს საუბარი რატომ ეს საუბარი შეუძლია მუზები ხალხს უწყარებენ ძმას ფიცავად მაგარს მე ფიქრობ რომ მუზემამდე გაიმარჯვა აი ვიჭო უყურე
წავიდა ტირელი. ესეთი ამბები ხდება გამუდმებით ყოველ ჯერზე. Просто არ არსებობს რომ ვინმე საუბარი აცადონ. მოკლედ просто ბონდო შეხედეთ რა ბონდო შეხედეთ просто ბონდო დააცადე ბიჭო ფინალისტია და იქნებ საუბარი დააცადე ესე იგი ბონდო მეც არ მაცდის მეგობრებო საუბარს მეც არ მაცდის საუბარს და არც ჯავახას არ აცდის ნახეთ რას აკეთებს просто შეხედეთ კამერას გიჟივით არის კამერასთან ბონდო просто შეხედეთ რა ამაზრზენია ღმერთო просто просто წარმოიდგინეთ რა არ რაცდის ფინალისტებს კამერაში ხტება ჩვეულებრივად ეს ბონდო რა კარგი ბიჭო კარგი разумამდე მიიყვანეს просто разумამდე მიიყვანეს просто ადამიანი წარმოიდგინეთ კამერებთან არიან მიმჯდარი ბოლომდე იცით რა არის ბავშვებო მე პირადად დავიყალე ბოლო დღეებია ამათ ამ სამივემ მე ერთად გამანადგურეს უზემა და ჯავახამ მე გამანადგურეს ახლა მე არ მიმიჩნევენ კონკურენტად და ერთმანეთს ანადგურებენ საერთოდ არ მეკვირს ეს ყველაფერი ჯავახა ჩვეულებრივად მდგომარეობიდან გამოვიდა იმიტომ რომ ვის როგორც უნდა ესე დაჭრის ახლა ამ ვიდეოებს და ამათმა ყველაფერი კარგად იციან თითოეული მუზების სიტყვა ყოველთვის გათვლილია როცა საუბრობენ რა ჩაუგდონ მაყურებელს სერის მაყურებელი ვარ ამ ეტაპზე ნამდვილად მე ყომე ჩემი ნერვიულობები უკვე აღარ ვაპირებ ჩარევას რაც უნდათ ის უქნიათ სუფეხე ხო იცით ის ბებოს რომ მე სუფეხებზე მკიდია რაც უნდათ ის უქნიათ და ეს ბონდო კიდე კარგი ბონდო კარგი ვაიმე ხა ჩემი ჯერია ღმერთო ვაიმე ხმა რატო ამოვიღე ვაიმე ხმა რატო ამოვიღე ღმერთო ხმა რა მომაღებინა უფალო მიშველეთ ვაიმე მიშველეთ ხალხნო ხმა რა მომაღებინა ვაიმე ცუდასვა ღმერთო კიდე კაი მალე გავჩუნდი თორე ანუ დაინახეთ რა მოხდა ანუ ბუნდო კარგი მეთქი უცბად ყველა ერთად ამოვიდა მართლა სვავები დამესხნენ თავს ეს რა იყო ღმერთო შემოც
ვაიმე, ხალხო დაინახეთ რა. ესე იყვნენ სულ. ოღონდ მართლა. ახლა გზნიშნობა რას ვიტყოდეთ. ესე რომ გავაკეთო ეგრევე ლელუ. მოდის გიშები ვიტყო. ხმერთო ჩემო. ანუ ბონდო თქო ერთი სიტყვა ვთქი და რა შემომიტრიალდნენ ეგრევე? ანუ ეს რა იყო? ხმერთო ჩემო, help, sos. ანუ ხახნო sos. ჯავახაი გზის ახლა გამწარებული, გაგიჟებული. ხა ასე აბრალებენ ხალხო რაღაცებს, ესე გაუშვებენ რაღაცა ნარატივებს ხალხში. მერე ვითომ ესი არ ყოფილა, მერე ისი არ ყოფილა. ანუ ესი ატრიალებენ როგორც უნდათ ყველაფერს დედას მიცავარ და რა ვიცი ახლა რა. და ეს ხა მიმდევრები უბრალოდ მიმდევრებსაც კი არ ჯერათან რამე, პროსტა მიმდევრები არიან და არ აინტერესებთ შინაარსი არაფრის. უბრალოდ ესე ზომბები ვითხოვდა იყვნენ მუზები. სექტა ხო. მე და მარიამი. რა ხალხო მე არავისთან არ ვარ შეგებული, ჩაულებრივად ვარ, გამარჯობა, გაგიმარჯოს, მეტი არაფერი. დაიცა სიმართლე მართალი ხალალო კი უბრალოდ მე ხო აღარ ვერები იმიტომ რომ დრო ჩავირო ხმა მოვიღო ორი ადამიანი ეგრევე აქ ერთი აქედან გამომკორტნის მეორე აქედან გამანებით თავი რამოდენიმე დღე დარჩენილი მშვიდობით მინდა გავიდე აქედან ცოდვა ჯავახა მომეში ხომ მართლა ცოტა ის მაგივრად უფრო სწორედ გადამამაზე გული მაჩვილი პროვოკაციებზე და დიანას ზურასგან გამოსამრიგი საჩუქარი არ შეარდეს უბრალოდ აქამდე ქუთაისელებს მეგონა რომ ქუთაისელებმა ზურგში დანა ჩაგვარტყეს რომ ესე არ ამბობდნენ ანუ ვინ როგორც აწყობთ ისე ატრიალებენ ესე აქ ჩავახას და მარიამ მე პასუხი რა თქვა ამოჭრილი ვიდეო თვითონ დგავს ამოჭრილი ვიდეო კი არა მეგობრებო ნებისმიერი ჩვენი სიტყვა რომელსაც აქ ვაჟღერებთ ყველამ კარგად იცის ვინ როგორ ამოჭრიან და როგორ გავრცელებენ აბსოლუტურად ყველამ კარგად იცის ეს ამბავი და ეს იყო უბრალოდ შეგნებული და ესე რამენაირად ადამიანის გაშავება არავის არ ყავს ჩავახა შემჩნეული და ეს არის გაგაშებულია ეს იქეთ რომ ვინმე მესეთი ხო ანუ ეს აჩვენა და ეს არის რაღაცა მკერდებიო რაღაც მოაბოდიალა იქ რაღაცა მე რო წარმომიდგენია რუსულ გადაცემაში მიკროფონით ყოფილიყავი და ვინმეს ეს ვიდეო გავვრცელებინა წარმომიდგენია რა დღეს ჩამაგდებდა ხალხი წარმომიდგენია რას მიწევდა ხალხი აი ვიღაცა ტუალეტში გაყავდა დასახმარებლად თინათინით ხო რომ ეთქვა წარმომიდგენია რას მიწევდა ხალხი რას მიწევდნენ ესენი აქ რო ვიღაცაზე რაღაცა ეთქვა დოზაო და ისაო წარმომიდგენია ამაზე რო ეს ამბები ყოფილიყო რას იზავდნენ ან ბუნების შეცდომა ხარო ბონდო რო იძახის ჩემზე ანუ ბონდო იძახის ჩემზე ბუნების შეცდომა ხარო ეს რომ მუზებზე რქვა წარმოგიდგენიათ აქ რა ამბები დატრიალდებოდა ადამიანი აი ეს მიწასთან გაასწოროს ანუ ლელუ ძალიან კარგი ხარ ლელუ მადლობა ძალიან დიდი წარმატებები უღრმესი მადლობა ხალხნო არა თუ გასპამა ხალხნო მუზების გამო გაშავდი მუზების ენების გამო კი და ჩემი ოჯახიც ესე ძალიან გაშავდა და დედაჩემი და ჩემი ძმა კომენტარებში ათრიეს და ლანძღეს არაფრის გამო მოიგებ ძალიან დიდი მადლობა აუ ლელუ ქვია თუ ლელა არის ჩემი სახელი პასპორტში მიწერია ლელა ციკლაური და ლელუ არის უბრალოდ რბილი ფორმა ან თბილი ფორმა და ეს მიყვარს ამას რომ ეძახიან უფრო თბილად ხდება ყურში და ლელას რომ ეძახიან მგონია რომ რაღაცას მოხდა საშინელება და ახლა სერიოზულად მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები ლელასაც მეძახიან და ლელუსაც მეძახიან მეგობრებიც ანალოგიურად ესე რომ პრობლემა არ არის უბრალოდ მე ლელუ უფრო მომწონს იმიტომ რომ უფრო ნაზია ასე ვთქვათ ის იქეთ რო ლაპარაკობს ჯავახა გვაჩვენა ჯავახა ხა ისეთ მდგომარეობაშია რამდენად სწორია გაჩვენოთ არ ვიცი ხა სტრიმზე არის თუ არა ეგეც არ ვიცი მესამე ადამიანი ვიდეო მიყვარხარ მეც მიყვარხარ ძალიან ასაუბრეთ ხა შემოუშვით კამერას და მალაპარაკეთ მე ის მიკერწოებული ფაქტორია რო არ არის საუბარი შემოუშვით კამერა მასაუბრეთ ძალიან ხო ამან საუბარი რაღაც სასაუბრო
შენ პანიკები რა ზიამიკები გოგო აქ რო ხმავა ყავდი რომ სიამოვნე დავწერო თქო და პროვოკაცია ბონდოს გეუბნება პირში მაგდოს გოგო ბონდოს ვაიმე მიდი იტირე იქნება შეეცოდო ხა მე ვარ რა ადამიანი ლებს მეუბნებს მიუცელე მე ვარ კიდე რა ადამიანი პროექტი მუსიცა დაჭაჭა ძალიან კარგი ვიცი ყველა პროექტი არანაი ამელაფესაკი მოგებიც ყველაფერს მაგრამ შენ ეს ჭირდება ძინავდა გამოიყენე უცებ ის რა ქვია რო რას ჭირდება პროექტის ყველაფერს აკეთებ ჯერ ვითომ ბიჭებთან კარგად იყო ზურგი შეეცა ეხა შეუვიდა მე ბონდოს დაწვდადი ხო ეხა აწყობს და მე კარგად შეუვიდა მე იმას რა ქვია ანასტასიასთან დაძაბულობა ხო და მე კიდე შეუვიდა როგორც აწყობდა კიდე ვინ იყო კიდე ლორენცოსთან ძალიან დაძაბული იყო და მე როგორც აწყობდა შეუვიდა ეხლა ლერუსთანაც აი ესე როგორც აწყობს დაძაბულობა მაგრამ ფინალში რო არ აწყობს შეიძლება და არ შეუვიდა ყველაფერს აკეთებელი მისაწვდომი ვინა პროექტი მოიგო და ბიძურად მეთამაშებია ხალხო გულში სტრიმი ამოიღეთ იმენა რასი ამიტეკეს პანიკები გავარდა მე ხვალ სია დავწეროთქო და რომ უნდა და თუ აი ეს პანიკები დაიდგა არაფრიდან გამომდინარე აკეთე რადგან როცა შევიდე და მეცადეს ესეთია ის პროვოკატორი დაბიო აი ეს რაღაცა სიტყვა შეურაცხყოფს მაკენებს ხალხო მე დგება და ჩავახავ ვენაშიო აი ეს სისტემის პრინციპი აი ეს დააყდავ აი ეს ეძახის აი დააყდავ და ის ბონდო კიდე მოდის და არ მოცი საუბარს გაიგე რა მინდა და ის მინდა რომ საუბარს არ მოცი ბიჭო ხიხავ იქ იყავ ზუსტად მაგით ხმაუნა ამოგებო რასა ისწავლებს მეტორიკი არ ხარ ბიჭო აი ბიჭო კამერია ეხა მოდი ამალი ნარკომანიაზე არამოდის ამაზე და ესე აკოპილა რასია ყოფილა ვენაშიო ისო სპაიციო ბიჭო ეს ადრენალინი ვერ მიიღო ძალიან ინფორმაცია შემოგიშვში ადრენალინი ვერ მიიღო ვიდეო რა ამან რა იყო რა იქონას პანიკები აქ ვირო დავწერო სია ხო სია დავწერო შენ ვიდეო რა გიხართ ისეთი მონაკოციო რა გიქო უბრალოდ ვატყობ და რაღაცა თქვა შენი ვიდეო და ისტერიკები დაიმო ბიჭო და რა საგან მომარ გითხეს და ორი დღე გეუბნებიან რომ საერთოდ არ უნდა შეგა რა საგან მომარ მაინც მიდიხარ კარებთან და ეს იმიტომ რომ მოდი და მეტი მოკლედ მეგობრებო ამ ყველაფერს სავარაუდოდ სტრიმზეც ხედავთ თქვენ იმიტომ რომ ეხლა სტრიმი ავაჭრე просто ახლა გაჩვენებთ ბონდოს ჟურნალისტი შემოვიდა არ შემიძლია რომ გაჩვენოთ შენო ვერ გაბოხავს წყობილების მაგაზე საუბარი რა ხარ შევიც აგისო რა შენ ლორენცოს გადაგებია ვაი მე ფეხები არ ვარ მოჭამი შენ კმილები დაბილი არ გაიშოს თელიდა ფანტაზიო აა просто მაინტერესებს აჰა ეგრევე შეიძლება მოწების ოთახში ცაცუდა გარდა შემოვიდა ბონდო აქ ჯავახათა და მე დღეს ჩემთან და ეგრევე შევიდა პირდაპირ იმ ოთახში მუზების ოთახში შეიცურცა შეგნით ღმერთო ძამეცინება ღმერთო ზადა ღმერთო რამზეა შეგდეთ რა მაგარი ჩემი აიქოს მანდხვერდა ეს წარმოგიდგენი ხდება ხალხნო დღეს ვემეს რა მოხდა მართლიანი ხარ მადლობა ძალიან დიდი გჭორავენ მუზები ლელო სტრიმია მაგაცზე ახლა სტრიმი გათიშეს არა ეხლა წესით მუზებზე იქნება სტრიმი იმიტომ რომ ბონდო შევიდა და ბონდოს გარეშეც კი შეუძლიათ მაგრამ ეხლა შევიდა ბონდო და უეჭველე იქნება თემები ვაიმე თქვენი გოგოჩა ხარ დაუდგეთ უნდა გვერდით ერთმანეთს და ამდეს ნიღაბი ჩამოხსნათ
ვინები მე უნდა დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში ხალხნა. აქ არავის გვერდში არ დგება. არავინ. ყველას მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს. და მე როცა ვიდექი გვერდში, მე აგერ მომიტრიალდნენ და მხოლოდ ჩხუბის კონტენტს აკეთებდიო მითხრეს, მაგ გვერდში დგომისთვის ესეთი მადლობა გადამიხადეს, ასე რომ არა იყოს აღარ მინდა. ბონდო რომ ჭორავს ანასტასია, ახლა ეგ ახალი ამბავი არ არის. ბონდო არის გაბოროტებული კაცი. სამაში ვიღება მეგობრებო, ახლა შესაძლებელი მაქვს ძალიან. მე და ბონდომ ჯერს ერთი ვიჩხუბეთ, რა ჯერ ჩემზე რო ჭორავს ყველგან და მე ბუნების შეცდომა ხარ, რომ შეურაცხყოფა მომაყენა და შესაბამისად ამაზე პასუხი მოვითხოვე, რომ ანუ რატო ეს ადამიანი შემოსული აქვს ჩემს გასაშავებლად, ჯავახას გასაშავებლად და მუზების PR კამპანიას ეწევა ჩვეულებრივად. გოგოებს ისედაც მე მგონი არ ჭირდებოდათ ბონდო, ისედაც შვენიერი PR კამპანია აქვთ და უბრალოდ ბონდოს ჭირდება მუზები. ანუ ბონდო იყენებს მუზებს, მუზები იყენებენ ბონდოს. ეს არის და ეს და ამ ყველაფერს ტრენდზე თქვენ ხედავთ, როგორ იყენებენ ერთმანეთს. ესე საუბრით, ვითომ იმას ისე საუბრება, ვითომ ამას ესე საუბრება და ამ დროს ორივე ერთმანეთს იყენებს. ეს ის შემთხვევაა, როგორც ანა და მუზები თავის დროზე ერთმანეთს რო იყენებდნენ. ანასტასია და მუზები რო ერთმანეთს იყენებდნენ, ვითომ შერიგებით. ლორენცო და მუზები რო ერთმანეთს იყენებდნენ, ვითომ კარგი ურთიერთობა, აი ეს ეგეთივე შემთხვევაა ჩემო კარგებო. ბონდოლაპა, ანუ სტრიმზე არ არის, არ მითხარით? თუ არიან სტრიმზე, ვეღარ გავიგე. სალამი. მუზების ლაივშია ბონდო. ხوار ჩავერთო, მუზებს და ბონდოს ლაივში. ვაი მე რას მიზავენ წარმოიდგინეთ. წეღან ნახეთ რა მოხდა. ეგ უნდა ამოჭრეთ, გეხვეწებ ვინმე თუ ჩემს ლაივს იწერდით, ძალიან გთხოვთ ეგ მომენტი ამოჭერეთ, რომ ბონდო გაჩერდით ხო და ეგრევე რომ ყველა მომახტა. აი გთხოვთ ეგ ამოჭერით რა, დადეთ რა. თელი დღე სტრიმზე მუზები არიან. ნუ რა გავაკეთო, ხა ისინი ორნი არიან და დანარჩენები რა ვიცი ერთ-ერთნი ვართ და უბრალოდ სამნი. ბაშებო კოცნით ძალიან მიყვარხართ, უხრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, თითოეული ხმისთვის, რასაც მაძლევთ, რასაც რეკავთ. მთელი ამ დროის მანძილზე, რასაც აკეთებდით ჩემთვის, ყველას უხრმესი მადლობა, მიყვარხართ ძალიან. ცოტა ხნით წავიდით და თუ რამე მე კიდე შემოვა. ცხელ-ცხელ ამბებს მოგიყვებით.